ოცნებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ახალი ამგრძალავი კანონები დაამტკიცა. კანონში ცვლილებით აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა და გზის გადაკეტვა 15 დღიანი უალტერნატივო პატიმრობით დაისჯება. ხელმეორედ იგივე ქმედებები სისხლის სამართლის წესით 1 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს. მესამე ჯერზე პოლიციის დაუმორჩილებლობა ან შეურაცხყოფა 1 წლამდე პატიმრობით დაისჯება. ოცნებამ მესამე მოსმენით საბოლოოდ დაუჭირა მხარი საკანონმდებლო პაკეტსაც, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს. არქიმანდრიტ დოროთეს ზნეობის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის საპატრიარქომ მკაცრი გაფრთხილება მისცა. მე არც პატივით და არც პატივის ჩამორთმევით არ გავჩუმდები. მათ რა უბედურებაც მოუტანეს ეკლესიას კონკრეტულად სახელებით და გვარებით მოგახსენებთ დღეიდან, წერს არქიმანდრიტი. დიქტატურული პარტია ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი ქვეყანა არასდროს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. მარკო მიხელსონი პარტიების აკრძალვის შესახებ ოცნების ინიციატივას გამოეხმაურა. ეუთოს განველოდებით ჯარიმის გადახდას ამბობს ლადო ბოჟაძე. ოცნების წარმომადგენელი ეუთოს თავმჯდომარის 5000 ლარით დაჯარიმებას ეხმაურება. ელინა ვალტონენს ისევ თავს ესხმის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დიპლომატიურ დონეზე რეაგირებით ემუქრება.